შვიდობა ყველას უფალ იესო ქრისტეს სახელით მოგესალმებით. მეგობრებო, ძმებო, დებო, ახლობლებო, შორეულებო, უსნობებო, უფალმა გაგვერთხოთ, დაგლოცოთ და ერთი ჩემი აზრი კიდე მინდა მრავალთა შორის მეც გავაზიარო. თქვენც გთხოვთ სახარებით შევამოწმოთ. საინტერესო რაღაცა ვნახე და ერთად მინდა გადავხედოთ ყველა. მოკლედ, ეს ქრისტეს შესვლა იერუსალიმში და ხალხის ზეიმი და ეს ყველაფერი, ჩვენ რო ვეძახით დღეს ბზობას, სამწუხაროდ ბევრმა არის ეს რა არის ეს ბზობა, ზოგს იმდენად ასოცირებულია ეს დღესასწაულები ჭამასთან, რომ ქრისტეშობის დროს ჩემს ბავშვობაში ღორს კლავდნენ, მეგრულად ქირსეს ვეძახდით და როცა იტყოდნენ ქირსეს, ესე იგი ხომის იმის ღორის ჭამის დღე იყო. აღდგომა კვერცხის შეღების და კვერცხის ჭამის დღე იყო. როცა ანგელოზ ნახარა მარიამს იესოზე ხარება, ეს იყო თევზის ჭამის და ასე. ბზობა, ესე იგი რაღაცები და დააფრიალა უნდა რაღაცები და ხელში გიკავია რაღაც ტოტი, პალმის ტოტი ან რაღაცა და ამით შემოიფარგლება მრავალთათვის, მაგრამ აქ იმდენი რაღაცა, იმსიდე რაღაცა დევს, მხოლოდ ისინი ხედავენ, ვინც კითხულობს, ვინც ისმენს და ვინც აინტერესებს. ეს იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლა 4 სახარებიდან 3 მახარებელს აქვს აღნიშნული. მათეს, მარკოზის და იოანეს. უცბად მინდა წავიკითხო რამოდენიმე ეს ადგილები, გადავხედოთ სამივეს უცბად და ერთი საინტერესო აზრი მინდა განვიხილო ან თქვა და გაჩვენოთ, რაც მე ვნახე. კარგი, დავიწყოთ. პირველი, როგორც იწყება ესე მათე, ვეცდები ჩქარა წავიკითხო. როცა იერუსალიმს მიუახლოვდა და ბეთ-ბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა 2 მოწაფე. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირ არის. მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომგვარეთ მე. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება. და მაშინვე გამოგზავნის მათ. ყოველივეს მოხდა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: უთხარით სიონის ასულს, აი მეფე შენი მოდის შენთან მშვიდი, ზის ვირზე და ჩოჩორზე, კარაულის ნაშობზე. მოწაფეები წავიდნენ და ასე მოიხსნენ, როგორც იესო მობრძანა. მოგვარეს ვირი და ჩოჩორი, დააწყეს ზე თავიანთი სამოსელნი და დაჯდა მათზე. ხოლო ბიძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ხეებიდან ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. და ხალხი მის წინ მიმავალი უკან მიმდევარნი შეზახოდნენ: ოსანა დავითის ძეს. კურთხეულარს უფლის სახელით მომავალი, ოსანა სიმაღლეთა შინა. და ასე შემდეგ. და მერე ამბობდნენ შეიძრა ეს ქალაქი და ამბობდნენ ხალხი ვინ არის ეს და ვინც იცოდნენ, ისინი ამბობდნენ ეს არის იესო, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან. ეს ერთი ადგილი. მეორე ადგილი არის მარკოზის სახარების მე-11 თავი. წავიკითხოთ სამივე და მერე შევაყოწიწოთ ძივივით და საინტერესო რაღაცას ნახავთ. 11-ის პირველი მოხრი. მარკოზის 11-ის პირველი. და როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთ-ბაგეს და ბეთანიას ზეთისხილის მთაზე, წარგზავნა 2 თავისი მოწაფეთაგანი. აქ უკვე 2. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენ პირდაპირ არის, შიგრონ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ. თუ ვინმე მკითხათ რა შვებით, იგივე ისტორია ხდება, მაგრამ ბევრ რაღაცას ვნახავთ. უთხარით, რომ უფალს სჭირდება და მყისვე გამოგზავნის აქ.
წავიდნენ ისინი იპოვის ქუჩაში კარტად დამული ჩოჩორი და ახსნეს იგი. მერე უთხრეს რა შვებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? მათ უთხრეს იესომ თქვა და ისინიც მოეშნენ. მოუყვანეს ჩოჩორი იესოს. თავიანთი ტანესამოსისზე დააწყეს და იგი შეჯდა მასზე. ბევრმა გზაზე დაუფინა თავისი ტანესამოსის, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები. წინ მიმავალი და უკან მიმდევარნი ღაღადებდნენ ოსანა კურთხევლარს უფლის სახელით მოვალი და ასე შემდეგ. და ბოლო იოანე მე-12 თავის მე-12 მუხლი 12. მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგონა, რომ იესო მოდისო იერუსალიმში. იესო მოდის იერუსალიმშიო. აიღეს პალმის ტოტები, იქ პალმები ჰქონდათ აქ სხვა. მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახოდნენ ოსანა კურთხევლარს უფლის სახელით მოვალი და მეფე ისრაელისა. იესომ ერთი ჩოჩორი იპოვა და ამხედრდა ზედ, როგორც დაწერილი არის. ნუ გეშინია სიონის ასულო, აი შენი მეფე მოდის ჩოჩორზე ამხედრებული. პირველად ვერ გაუგეს მოწაფეებმა, მაგრამ როცა იესო განდიდდა, როცა მოვიდა და აღდგა, მაშინ გაიხსენეს, რომ ესენი მასზე იყო დაწერილი იესოზე. და ეს გაუკეთეს მას. ეხლა უყურეთ რა არის. ჩვენ გვაქვს ბიბლიაში წერია 2 ან 3 მოწმის სიტყვით მტკიცდებაო ყოველი საქმე. და ღმერთმა 2 და 3 კი არა 4 მოწმე მოგცა. მათე, მარკოზე, ლუკა, იოანე. 4 მოწმე. და ეხლა ეს 4 მოწმე ყვება ერთ ისტორიას სხვადასხვა მხრიდან. 4 მხრიდან ხდება. ერთ მახწერა ერთი, მეორე მახწერა მეორე და მესამე. არა, აქ კი მხოლოდ 3 ილაპარაკა. არის სახარებაში, სადაც არის მხოლოდ ერთი ამბობს ერთს, 4-დან ან ერთ სიტუაციას ან რაღაც იგავს 3 ამტკიცებს, ხან 2-ია, მაგრამ ეს ერთი მთლიანი ისტორია 4 მოციქულის დაწერილი ჩვენდამი, ეს არის სრულყოფილი 4-ვე სახარებიდან რო აიღე მთელი ისტორია, ეს ერთი დიდი ჭეშმარიტება არის იესო ქრისტესზე. აქ რო ხედავთ, იოანემ სულ არ დაწერა, რომ გაგზავნა, ასე იქნება, ისე იქნება, იპოვით, არ იპოვით. მან პირდაპირ თქვა, ნახა იესომ შეჯდა, შეჯდა. იოანეზე მთავარი იყო, რომ იესო შეჯდა ჩოჩორზე, როგორ წერია იქ, ჩოჩორზე. ხო და აღწერა მოკლედ. მაგრამ მათე ხო მებაში იყო ყველაფერი იცოდა, ყველაფერს დასკანალა წერდა იქ. ხო და მათე მოყურე რა დაწერა. То есть სულიწმინდა. ეხლა უყურე როგორ წერს სულიწმინდა. სულიწმინდა კი არ გიჩურჩულებს. სულიწმინდა იყენებს იმას, რაც შენ ნახე, რისი მოწმეც ხარ, რაც დაინახე, გაიგონე, ყურადღება მიაქციე, აი იმას ამოგიტანს და გაჩვენებს. ისე იტყვის. შენ რისი მოწმეც იყავი, იმას გალაპარაკებს სულიწმინდა, იმას გაგახსენებს. ხოლო რაც შენ ყურადღება არ მიიქცევია, რაც შენ გულს არ შეხებია და ვიღაცას რომ შეეხო, იმას არ მოგცემ შენ. შენ ილაპარაკებ იმას, რაც ნახე და მოისმინე. ეს არის მოწმე, რაც ნახე და მოისმინე. და უყურეთ რა საინტერესო რაღაცა ხდება. ეხლა ჯერ ერთი რომ გასაგებია რომ ყველამ ვიცით რომ და ყველა ლაპარაკობს და ეს სწორია რომ იესოს ცხენზე არ შემჯდარა, ან და ეტილით არ შემოსულა, აბა გაიწიეთ აქ მოუდის მეფეთა მეფე გზა მიეცით. გეცოდილებო.
ნეტა ვიცოდეთ, ვინ მოვდივარ მე? ასეთი არ იყო იესო. ეს თამდაბლობა იყო, უბრალო იყო. მერე ისიც დაუყურე რაღაცა წერია კარგი რაღაცა წერია. აი, მეფე შენი მოდის შენთან 7. 7 იყო იესო. სკრომნი, 7. თამდაბალი. ძალიან მეხება მე როცა ამისან რაღაცებს ვკითხულობ ჩემს უფალზე. იესოზე წერია რომ გადატეხილ ლერწამს არ გადატეხსო და მშუტავ პატროქს რომ ქრება. მაგრად ამოისუნთქო ჩაქრება. ამისთანას არ აქრობდა იესო. პირიქით ამაგრებდა. ძალიან გადატეხილია ლერწამი. всё, დამთავრდა. ერთი ხარი დაუბერავდა და წავიდა. იმას არ გადატეხს. პირიქით გაასწორებს, შეახვევს, გამოასწორებს და გამოაჯამთელებს. ამისთანა ბუნების იყო და არის ჩვენი უფალი იესო. ხოლო ადამიანი როცა გნახავს, ან წაქცეულს, ან გადაგაბიჯებს, ან დაგაბიჯებს, ან კიდე დაგიმატებს, ასეთია ეს ცოდვილების ბუნება. ხოლო იესო იყო ყოველთვის თამდაბალი. და უყურეთ მე რას მინდა დავაკვირდეთ ყველამ ერთად. ვიმჯელოთ უბრალოდ. იესო მოთხრა, წადით სოფელში და იპოვით იქ დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. იჩქარებთ მე რამე ახალ თეორიას გარკვნიკას. მე ვკითხულობ რას წერია იმას. და ჩემს აზრსაც ვიტყვი. შეიძლება ასე მომწონდეს და იმიტომ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ასე მიწერია იმიტომ. მაგრამ მომიცინეთ ბოლომდე. იპოვითო დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ორს. მერე უთხარით თუ გითხათ რა საკეთებ რა არის ეს? უფასჭირდებაო და გაახსენდეს ნათქვამი. ეს მოხდაო იმიტომ რომ წერიაო. ამას ზაქარია ამბობს. ზაქარიას მეცხრე თავის მეცხრე მუხლი. აი, მეფე შენი მოდის შენთან 7. სირს ვირზე და ჩოჩორზე. ვირზე და ჩოჩორზე. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესო მობრძანა. მოწაფეები რო წავიდნენ, ამას სულ არ წერს იოანე. იცი რატომ? ეს სულ ყურადღებაში არ მიუქცევია ამას იოანეს. იოანემ მთავარი დაწერა. იესო შეჯდა და შევიდა ზეიმით. ეს იყო მისი მთავარი. მათე კი ყველაფერს დაწვრილებით ატიდო წერს. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესო მობრძანა. რა უბრძანა? მოგვარეს ვირიც და ჩოჩორიც. ორივე. დააწყეს ზე თავიანთი სამოსელი და დაჯდა ვირზე კი არ წერია იქ, ან და ჩოჩორზე. აქ წერია დაჯდა, როგორ წერია იქ? მათეს 21 თავის მე7 მუხლი. დააწყეს ზე და თავიანთი სამოსელი და დაჯდა მათზე. მოწაფეებს იმიტომ ეს იცი რა იყო? ვირით ბევრი დადიოდა. ბევრ შეეძლო შემჯდარიყო. მაგრამ ზახარიას ეწერა, რომ ამისთანა ექსტრავაგანტული რაღაცა მოხდებაო, როცა მესია მოვა. ამით იცნობდო კიდო. მრავალი ნიშანი ჰქონდა, რომ ეცნოთ იესო. მაგალითად, აი, მოგცემთო ნიშანს. რა ნიშანი უფალო? დაორსულდება ქალწული.
რას მელაპარაკებთ? ვის გაუგონია ქალწული დაორსულდეს? ჭუაზე ხო არა? ეს ნიშანი იყო ექსტრავაგანტული. ტვინს რო ადუღებს და რო ფეთქავს. ეს შეუძლებელი რაღაცა. ქალწული დაორსულდეს. და შობს იგი ძეს ემანუელს. ასეთი ნიშანი იყო კიდო. ზახარიამ თქვა. სხვას არ უძღებინეს. 9:9. ჩემის. ეს უცეს მოვიდან ჩემს. ზახარიას მეცხრე თავის მეცხრე მუხლი. ეს არის ზახარია წინასწარმეტყველი. ძველ აღთქმაში. იესოს მოსვლამდე. დიდად იხარე სიონის ასულო. ეს ღმერთის ერთეუნება ისრაელს. გამარჯვებით შემოზახე იერუსალიმის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის შენთან. ეს იესოზია წინასწარმეტყველება. მართალი და ხსნით შემოსილი. თქვენი მხსნელი მოდისა და მართალი. თამდაბალია. ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე. ხრტალი ვირის ნაშიერზე. ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე. მათე რას ამბობს? იპოვითო იესომ უთხრა დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. მეორე მუხლი. მეხუთე მუხლი. უთხარით სიონს, აი მეფე შენი მოდის შენთან შვიდი ზის ვირზე და ჩოჩორზე. მეშვიდე მუხლი. მოგვარეს ვირი და ჩოჩორი და დაჯდა მათზე. აბა ვირზე ყველაზის. ეს არა რაღაც ექსტრავაგანტული რაღაც. სასწაული. ეს იყო ნიშანი მთელი ერისთვის, რომ ეს არის ის, ვინც ზახარიამ თქვა. ვირზე და ჩოჩორზე. მე არ ვიცი როგორ იჯდა. ერზე იჯდა და ფეხები ჰქონდა იქ თუ როგორ იჯდა. მე ამაში ვირკვევი და არც მაინტერესებს. მე ერთი რაღაცა ვნახე, რომ ეს იყო რაღაცა ტრიუმფალური ნიშანი ისრაელისათვის, რომ მათ ეცნოთ მესია. დიდება ჰქონდეს ჩვენს უფალს. დღესაც ღმერთი აკეთებს მრავალ ნიშანს. იესომ თქვა, ჩემს მორწმუნეებს ექნებათ ეს ნიშნები. ოჰო, კიდევ ახალი რა? ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალ ენებზე ილაპარაკებენ, ავადმყოფებს ხელს დაადებენ, ისინი განეკურნებიან. გწამს ეს? თუ არ გწამს, აქ გაქვს პრობლემა. თუ გწამს, ბედნიერი ხარ, უფალმა გაკურთხოს და დაგლოცოთ. ასეთია ჩვენი ღმერთი. სურპრიზების ღმერთი. ექსტრავაგანტული ღმერთი. დუხს იმას უდუხს ტვინი, ვინც რწმენის გარეშე უახლოვდება, ხოლო ვინც რწმენით მიდის ღმერთთან, მას არავითარი პრობლემები არ აქვს. გამახსენდა ერთხელ ერთმა უთხრა ურწმუნო მორწმუნეს, თქვენი წიგნი ბიბლია ზღაპრების წიგნია, რატომად? რას კი კაცო ისა? თევზმა გადაყლაპავ ის იონა წინასწარმეტყველი. კიტია ეს დიდი თევზი. იმეორემ უთხრა არავითარი პრობლემა არ მაქვს. იქ რო დაწერილი იყო ბიბლიაში, რომ იონამ გადაყლაპავა ვეშაპი დავიჯერებდიო. ეს არ რწმენა. რწმენა არის დარწმუნება, დაიმედება, დარწმუნება იმისა, რასაც ვერ ხედავ. მეტი რა არის რწმენა? თუ შენ ნახე. რა? შემორწმუნე კი არა ხარ, შენ ხარ ნახველი. იესომ რა უთხრა თომას? შენ იმიტომ მირწმუნე, რომ ნახე. წმენა და ნახველი არა ერთად. იესომ თქვა ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახივარ და ვწამვარ. ასეთია ჩვენი კურთხეული რწმენა. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და დაგიფაროთ. იფიქრეთ, როგორი საყვარელი და საოცარი უფალი ვყავს. მომავალ შეხვედრამდე უფალმა გაკურთხოთ.